წარმოგიდგენთ გადაცემას იურისტის საათი. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია 2015 წლის 8 ნოემბერს დაარსების 10 წლის იუბილეს ეიმოთ. მოცემულ დღეს 8 ნოემბერს ადვოკატის დღე აღინიშნება. შუაღამით ადვოკატი თავის სამუშაო ოთახში იმყოფებოდა, როდესაც მიიღო შეტყობინება, რომ არასრულოვანი პირი დაცვას ითხოვდა პოლიციის განყოფილებაში. ადვოკატი გიორგი მდინარაძე შუაღამისას გაემართა პოლიციის მეხუთე განყოფილებაში, ეს არის ვაკე საბუთროოს განყოფილება და თუ რა მოხდა შემდგომ, ამას ჩვენი სტუმრები დეტალურად მოგვიყვებიან. ხოლო პოლიციის განყოფილებაში შესვლამდე ბატონი გიორგი თავის Facebook გვერდზე მოკლე ტექსტურ შეტყობინებას ავრცელებდა. ერთ-ერთმა განყოფილებამ პირველმა მომილოცა ადვოკატთა დღე 2 საათზე მოლოცვის ფორმა არასრულოვანი დააკავეს და პროფესიული ვალდებულების შესასრულებლად მივდივარ. ეს არის 8 ნოემბრის შუაღამე 2 საათი და 9 წუთი, როდესაც ეს შეტყობინება გავრცელდა. თუ რა მოხდა შემდეგ და პოლიციის მეხუთე განყოფილება როგორ მოულოცა ადვოკატს პროფესიული დღე, ამას ჩვენ გადაცემაში სტუმრებთან ერთად მოვისმენთ. ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი ადვოკატი გიორგი მდინარაძე. მოგესალმებით, გიორგი. გამარჯობა, მივესალმებით თემაზე. ბატონ გიორგი, რო გავიხსენოთ 2015 წლის 8 ნოემბერი, დღე, როდესაც საქართველოს ადვოკატები უზრუნველთ პროფესიულ დღესასწაულს და ის შემთხვევა, როდესაც თქვენ მიიღეთ შეტყობინება, რომ არასრულოვანი დაცვას საჭიროებდა. რა მოხდა შემდეგ? დიახ, როგორც თქვენ ახსენეთ, ადვოკატთა პროფესიული დღესასწაული იყო 2015 წლის 8 ნოემბერი, თენდებოდა. უკვე გვიანი ღამე იყო, გავედი საქმეზე, ჩემმა უშუალო ხელმძღვანელმა, ბიუროს უფროსმა მაცნობა, რომ დაკავებული ყავდეთ არასრულოვანი ვაკე საბურთალოს განყოფილების მეხუთე სამმართველოს მეხუთე განყოფილებაში. დაუყოვნებლივ გამოცხადე, ვინაიდან ჩვენთან იურიდიული დახმარების სამსახურში ვართ სპეციალიზირებული ჯგუფი არასრულოვანი საქმეებზე და მორიგეობთ არასამუშაო დღეებში და არასამუშაო საათებში. იმ დღეს მე ვიყავ მორიგე და დაუყოვნებლივ გამოცხადე ხსენებულ განყოფილებაში. სადაც ჩვეულებისამებრ მივედი გაუმძიებელთან, გავარკვიე სიტუაცია, რა ხდებოდა, რაში იყო დაკავებული სავარაუდოდ და ასე შემდეგ. მოვიკითხე მშობლები, ბრალდებული. პირველ რიგში შევხვდი მშობლებს. დაკავებული რა მოხდა თავად არასრულოვანი პირო? ძარცვას ედავებოდნენ სავარაუდოდ ძარცვას, ხოლო როგორც თვითონ ვარაუდობენ, პირთა ჯგუფი იყო და ამიტომ ჯერჯერობით ეს ყავდათ დაკავებული ჩემი დაცვაში ყოფილი და სავარაუდოდ მისგან უნდათ თანამშრომლობა დანარჩენ თანამონაწილეებზე და აქედან გამომდინარე თან შეგეკითხებით ბატონ გიორგი, რამდენი პერიოდის დაკავებული ყავდათ თქვენ მისვლამდე? მე როგორც ვიცი, ახლა მე დაკავების ოქმი და მასალების გაცნობაც ვერ მოვასწარი ამ ამბების გამო, მე ადვოკატი ჩაერთო. როგორც ვიცი, 11 საათზე იყო დაკავებული. არამედ ანუ გამოდის სადღაც მე რო გამოცხადდი 3 საათის დაკავებული იყო ეს არასრულოვანი. ჩვეულებისამებრ მივესაუბრე დედას ჯერ, რომელმაც მითხრა, რომ ადვოკატი აყვანილი ყავდათ უკვე და დაახლოებით 9 საათში გამოცხადდებოდა. ამასობაში თავისთავად ჩვენ ასე ვიცით, როდესაც კერძო ადვოკატი ერთვება, ჩვენ ველოდებით იმ ადვოკატს თუ აგრძელებს, ჩვენ ვცილდებით სავალდებულო ადვოკატები. იმიტომ რომ ამის საჭიროება აღარ არსებობს. ამასობაში ველოდებოდით, მე ამასობაში მოვინახულე ჩემი დაცვაში ყოფი, ქვემოთ ყავდათ სადღაც ძალიან მიყურებულ ოთახში, მე დავითრგუნე იქ და იქ ბავშვი რა დღეში იქნებოდა წარმოვიდგენია. შევხვდი და ვესაუბრე, რაღაც გავუწიე კონსულტაცია, ახსენე რომ ადვოკატი მოვიდოდა მისი და რაღაცა სავარაუდო სტრატეგიებს თვითონ შეიმუშავებდა. ამასობაში ამოვედი და გაიგვა, რომ გავიდა რაღაც გარკვეული პერიოდი 9 საათზე მეტი და გაიგვა, რომ არ მოდის ის ადვოკატი და მე უნდა გამოცხადდეს თუ იგვიანებს, თუ გადაწყდა თქვენი ჩაყოლობა. გადაწყდა, რომ მეორე დღეს უნდა გამოცხადებოდეს. იმ დღეს აღარ გამოცხადებოდა ყოველ შემთხვევაში. იმ დღეს განყოფილების უფროსის მოადგილემ დაიჟინა, რომ დღეს უნდა დავკითხოთ, ინდა თუ არა. მე
მე ვთხარი მეთქი მაშინ დღეს ბრალდებული ჩვენებას ვერ მოგცემთ. ჯერ ერთი იმიტომ რომ არის არასრულწლოვანი 15 წლის ბავშვია, ძალიან დათრგუნული, დაშინებული, გადაღლილი იყო ეს ბავშვი. სავარაუდოდ ნაცემი იყო, თუმცა ჩემთან იმ მომენტში არ უთქვამს არაფერი, მაგრამ როგორც ჩემ ჯგუფში გაიყვა ის მასაც გახორციელდა ფიზიკური ზეწოლა, ამას მისი ადვოკატი მიხედავს და გაახმაურებს სავარაუდოდ. უბრალოდ ასეთი ფაქტი არის ამაზრზენი, საერთოდ რო ხდება და მით უმეტეს ადვოკატზე განხორციელდა ესეთი ძალადობა. ანუ როდესაც გაირკვა რომ არ მოდიოდა ეს ადვოკატი, მე დაიკითხა, ეგრევე უთხარი მე რომ ვიყენებ დუმილის უფლებას, კანონით მინიჭებული დუმილის უფლებას. ამაზე გაღიზიანდნენ აშკარად შეეტყოთ იმ მომენტში პირველად არაფერი არ თქვეს, ეს ხდება იმ ოთახში ისევ. ეს ხდება შესასვლელში ამ განყოფილების. იმიტომ რომ იქ გავიგეთ ეს მშობლები შესასვლელში კიბერთან იყვნენ და იქ რომ ითხრეს აღარ მოდის რომ იქ ისინიც იყვნენ შორი ახლოს და გავიგებინე რომ დუმის ვიყენებდი და ეს განყოფილების თქვის მომენტი წავიდა კაბინეტში ეს გამომძებელი თავის ადგილას მივიდა. მივედით და დაიწყეთ დაკითხვა მეთქი, დაკითხვის ოქმის შევსება უფროსზე და დააფიქსირა დუმის უფლება მეთქი რა. ეს გამომძებელი რატომაც არ იწყებს, ელოდებოდა ალბათ ნებართვას უფროსობისგან, ამას უბრალოდ უფროსობა ეძახის ჩემი დაცვაში ყოფს ჩემ გვერდზე. მოდი აქ და ეს ეგრევე შევიდა დამყოვნებლად. აშკარად მაქედანიაში შეომჩნია რომ პირველივე დაძახებაზე ეგრევე გაბრუნდა ჩემთვისაც არაფერი არ ვთქვას. ანუ იმდენად იყო ეს ზეგავლენის ქვეშ მათი რომ აი ეგრევე ასრულებდა რასაც ეუბნებოდა. შევიდა და მე ამასობაში გამომძებელს ვეუბნები რა ხდება რატო იბარებენ ჩემს გარეშე ამ ბავშვს მეთქი რა ვაპროტესტებდი ამას ჯერ გამომძებელთ. ზოგადად ვაპირებდი მისვლას მეც. ამასობაში სანამ მე მივიდოდი თვითონაც დამიძახეს მოდიოდა. აი უკვე დაიწყო ყველაფერი. რაც შემდგომში გადაიწყო. კაბინეტში ხო ეს ბავშვი ხო შეიყვანეს. სადაც 5 მეტრია დაშორება გამომძების მაგიდასა და კაბინეტში. მეც რომ შევედი, რამოდენიმე პიროვნება ისხდა, რაჭოლის უფროსი, მოადგილე იყო და რამოდენიმე 6-7 კაცი მაქსიმუმ 5-დან 7-მდე სავარაუდოდ. ზუსტად არ დამითხრა. ნუ რაღაცა მოითათბირეს როგორც ჩანს და მე რომ შევედი, უკვე ჩემზე დაიწყეს ზეწოლა. და შეურაცხყოფელი დამამცირებელი მოქმედებები. აი როგორც კრიმინალებს თუ დაიჭერენ, რაღაცა ძალიან ცუდად რომ ეკცევენ, ალბათ კონკრეტ შემთხვევაში ჩვენთანაც ააკეთებენ ხოლმე ეს რაღაცას. ხელი ამოიღებ ჯიბიდან ბიჭო და რაღაც დაჯექიო გელაპარაკები და აი ესეთი რაღაცა მე გაუცებული უყურებდი თან ბავშვთან და მის მომასთან მიუნება. მე ხა ბავშვი წარმოიდგინე, მის ადვოკატს ესე ექცევიან, რა დღეში იქნებოდა. და მეც რა თქმა უნდა ეხლა ახალი დამწყებული ადვოკატი რო ყოფილიყავი, შეიძლება შემშინებოდა, მაგრამ უკვე 9 წელია თითქოს და 10 წელია უკვე ადვოკატი ვარ და უკვე კარგად ვიცნობ პოლიციელებს და მათ შეთხზულ და შეკერილ საქმეებსაც კარგად ვიცნობ, როდესაც ჭირდებათ მაშინ აკეთებენ ამას. ანუ ისინი თავისთავად მე მივხვდი რომ აპირებდნენ ჩემს პროვოცირებას. რაღაცა ზეგა აი ამ რაღაცეებით რომ მე შევაწყობ ან გადავსულიყავი აქეთ შეკევაზე ან ფიზიკური ან სიტყვიერი შევაწყობ იმეყენებინა რომ მიზეზი ქონოდათ ეს მივხვდი თავიდანვე და ამიტომ თქვენ რაღაც ქმედებები თქვენ დაგბრალდებთ. ხო, რა თქმა უნდა ხომ იცით ხა რაღაცა უკვე სტილ ჩემზე გადმოიტანეს შეტევა რომ იფიქრეს რომ მე ვაიძულე ბრალდებული დუმილი გამოიყენებინა. არა და მე მათ როგორც ბრალდებულს ასე მის მამას ცალკე ვესაუბრე და ერთად შევთანხმდით. თვითონაც აფიქსირებენ ამას. თქვენ პოზიციები როგორც ადვოკატ შეთანხმებული ქონდათ დაცვის ქვეშ ყოფთან ასევე ოჯახის წევრებთან. საკვირველია ამის გარეშე ხა მე თავისთავად ჩემ თავზე ვერ ავიღებდი ამას, ხო? მე ჯერ კონსულტაციას უწევდი, მე წვეთ თვითონ ბრალდებული და ამ შემთხვევაში ვინაიდან არასრულწლოვანი იყო, მის შობელსაც ეკითხებოდა უკვე რა გადაეწყვეტა. ეს იყო გადაწყვეტილი ჩვენ შორის შეთანხმებული. რაც არ მოეწონათ ამ პოლიციელებს, რა თქმა უნდა, არ აწყობდათ რაღაცა თავის საგამოძიებო ინტერესებიდან გამომდინარე. და ამ დროს დაიწყეს ჩემზე ზეწოლა, შევინ გეკითხება, ბრალდებული გვაძლევს ჩვენებას და ასეთ რაღაცასიც ეს უკვე ახლა ვინც დაპატიმრებულია, ეს გააქტიურდა უკვე ძალიან ის მოადგილე, იმდენად აღარა, ეს გააქტიურდა და ამისგან წამოვიდა მთელი აგრესია და უკვე აგძლებდა რაღაცა ვინახარ შენ და თავი ვინგონია და რაღაცა თავის გამოჩენა ხო არ გინდა და რაღაცა აი რა ვიცი აი რაღაცა არ იყო მთლად ფსიქიკურად მდგრადი ეს პირველობა მე ესეთი შტაბ-შტაბი დამჩნდა როგორც შემდეგში ახლოს მოიტანა თავი ვიგზენიო რომ სუნიც ამსდიოდა ალკოჰოლის და აშკარად იყო ალკოჰოლის ზეგავლენის ქვეშ თუმცა ექსპერტიზა რატომაც არ დაადგინა ვინაიდან 2 დღის მერე ჩატარდა ეს ექსპერტიზა და შეიძლება რაღაცა გამოვიდა რაღაცა შედეგი ალბათ წინასწარ იცოდნენ რა შედეგს დადებდნენ ჩვენ
თავიდანვე დავრეკეთ ინსპექციაში შეემოწმებინათ ეს პიროვნებები ალკოჰოლზე. მოვიდა საპატრულო პოლიცია, ალკოტესტები მოიტანა და შეამოწმეს თანამშრომლები. მაშინ როდესაც ეს პიროვნებები, ვისაც ვითხოვდით ჩვენ უფროსი და მოადგილე, იქ უკვე აღარ იყვნენ, დაერიდნენ იქაურობას. სავარაუდოდ უკვე თავი აერიდებინათ. და იმ მომენტში მე თავად მოვითხოვე შემამოწმეთ მეთქი დამიდგინა 0.0 პრომილე. რა თქმა უნდა, მასომი არანაირად არ ვიქნებოდი, ჯერ ერთი ღამის სამსაათის სამინო და მე წინაპრებს მოვრიგე ვიყავი. მე სულ განსაკუთრებულ დღეებში თუ არის რაღაცა თავადების დღე, ქორწილი ან რაღაცა ეგრობის დღეებში. და თუ ალბათ ისვენებთ და გავგზავნებთ. რა თქმა უნდა, ახლა სამუშაო დროს არასდროს არ დამილევია, ისედაც არ ვარ ძალიან ისთვის მოყარული. თან რო ყოფილიყავ ახლა იუბილეზე წინა დღეს კიდე შეიძლება იფიქრათ, იუბილეზეც არ ყოფილიო ადვოკატას 10 წლის წავი რო იყო. ანუ არანაირი ალკოჰოლი მე არ მქონდა, მიღებული მქონდა დაახლოებით 10 დღის წინ. ის რა თქმა უნდა არ მომხდოდა ახლა. უბრალოდ საოცარი ის ეს პირდაპირ გადმოვიდა უფროსი. ხო, ანუ რო შევედით ეს ხო იყო მე ბავშვს მოვკიდე ხელი, იქიდან გავაგრძელებ, წამოვიყვანე ისო გამომძიებელთან. მეთქი წამოდი, დავშვი. მე აი ვიღაცამ თუ იფიქრო რაღაცა შევაწყვეტელი ან რაღაცა ეს პროვოკაციული გამოკეთება. ეს არის აბსურდი. არანაირი მსგავსი მე არ გამიკეთებია, იმიტომ რომ კარგად ვიცნობ პოლიციელები და ვიცი. თქვენ პირიქით გამოერიდეთ, თქვენ გამოვერიდე იქიდან რომ შევატყე რომ დაძაბულობას ცდილობდნენ სიტუაციის და გამოვიყვანე იქნება თავს დამანებები თქვა და რო ვიჯექი აქ ის კვაია გამოვიდა ჩემთან და კიდე ჩემს პროვოცირებას აკეთებდა რაღაცას მიძახდა ვინახა რა ქვია რა მინდა რანაირად იქცევი და რაღაცეები ახლა კონკრეტულად სიტყვებს ვერ იცნობ, მაგრამ დამამცირებლად იქცეოდა და ძალიან მაზრზენად იქცეოდა რა არ შეეფერებოდა ხო უფროსი ხარ და ცოტა მეტი აქტი მართებდა და გამოვიდა ნუ მე ვითხარი მეთქი შესახელი და გვარი მითხარი და არ ვიცნობ იქამდე ხა შეხება რა საიდან მექნებოდა უფროსთან გამომძიებლებთან ვფიქრობ შესახელი და გვარი მითხარი მეთქი და მითხრა ლაშაკი ყვაია უფროსი და თიც მითხავს ეს ფურცელზე რა ჩავიწერე რა ეს ხო ხდებით ახლა 12 ფანი გავაკეთე რა ფიქრა რომ სახელი გვარი რადგან ჩავიწერე და რაღაცა რეაგირებას მოვახდენდი თუ გააგრძელებ და ესეთი იმას, მაგრამ არა პირიქით ამაზე უფრო გაღიზიანდა, თან მკითხე, მასომი ხო არ ხარ მეკი, სომი ვერ მოგიცნობ და ამაზე გაღიზიანდა როგორც ჩანს კიდევ უფრო და მოკლედ პროვოცირება უნდა და ჩემი ვერ მიაღწია ამას და რომ ვერ მიაღწია მაინც ის გააკეთა რაც უნდა და იქვე ბავშვის თვალ წინ იქვე და ან ჯერ თავს მეყავდა ეს ეგრევე დარტყმაზე არ გადასულა თავს მეყავდა რომ ხელი მაინც შემებღნებინა ან რაღაცა ხელი შევხებოდი სახელზე ხელი მომედოქს გამიქნია, მოკლედ აი ესეთი რაღაც ამაზე მისაქციელები და მე რაღაცა ხელი დამარტყა კიდეს და დამაყარა და დააკავეთო და დამაკავე და შემაგდეს კაბინეტში და დამადეს ბურკილები და დაასავიდა მე ჩემი ეს არადამიანური მოყობა ჩემს მათთან თავს მირტყავდა და რაღაცას მე შევეწყობ სიტყვებს მე იძახდა იგინებოდა კიდეც ხელი შემომარტყავდა კიდე თავს ჩამარტყავდა სისხლი წამოვიდა ძალიან ბევრი მე რო ერთი კიდე კარგად შემომარტყა თელი სისხლი კედელზე იყო და მე საგამოძიებო ექსპერიმენტი რო ჩაატარეს ის სისხლის კვას წაშლილი ჰქონდათ რა მაგრამ კედელს აშკარად ეტყობა საღებავი რო არის გადახშლილი რა სხვაობა საქმეში დევს კი იმიტომ რომ კედელი იყო ცისფერი უფრო და იმ ადგილას იყო მომწვანო და როგორც ჩანს ადრე მწვანედ იყო შეღებილი და მე არის ეს დაფიქსირებულია და ამას ყველაფერს სასამართლო უფში მოხდა ალბათ შესაბამისად თქმა უნდა ასახული არის და იქ სისხლის ისენიც არის ამოღებული სკამიდან და თითლიდან მაინც ამოიღეს რაღაც იმიტომ რომ იმდენად ძვირად ღირებული ამ მოქმედებებს აი ახლა ვამბობთ ამას გენინსპექციის სამსახური აკეთებდა თუ პროკურატურიდან მოეჩართული პროკურატურა და გუფია შექმნა რა თქმა უნდა გამომძიებელი არის ვიცი და ძალიან ინტენსიურად ინტენსიური გამომძიება მიმდინარეობს ეს ყველაფერი საიდან გაიგო ეს არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი. შესაძლებელი იყო ეს რა თქმა უნდა პირველ შემთხვევა არ იყო მათ მიერ ჩადენილი, ასეთი ამაზენი არა ადამიანი ქნებია. მათ არაერთხელ შერჩათ, არავინ დასაჯა, იყვნენ დაუჯერების სინდრომით გათამამებულები და უკვე ადვოკატზეც თავისუფლად გამოიწვიეს რა. აი კაბინეტში როცა რა ადამიანური მოყრობა ხორცლობდა თქვენს მიმართ მოადგილეს ახსენებთ თქვენ ხშირად ინტერვიუებში მოადგილეს ესწრებოდა თუ კიდე იყო ესწრებოდა და ამიტომ ვარ მე მის მიმართ ძალიან ასეთი კაცრი ესწრებოდა მართალია ის არ ახორციელებდა ჩემ ადამიანი ვერ დავაბრალებ რა თქმა უნდა ხა მე მოაწმუნე მაგრამ არც არავის ცდილობდა მის შეჩერებას უბრალოდ არაჩერებდა
იცოდა მაგ ადამიანმა ვინც ვიყავი, ვისი მეგობარიც ვიყავ, მათ შორის მას თანამშრომლის ძალიან ახლო მეგობარი ვარ და არაფერი არ უთხრა, არ გააჩერა რა, ერთი სიტყვა არ უთხრა და მშვენივრად ესე ბედნიერად უყურებდა ამ ამბავს, რასაც ეს ახორციელებდა. თან მანამდე დაკავების დროს ის თავისთავად ეხმარებოდა, რომ მე ხელი არ შემეშალა, ხელები უკან წამაღებინა, ვიღაცამ ბურკილე დამადო. აბა სხვა რა არის დახმარება, ხა ჩვენ ვიცით ხო, ხა ყველა ამსრულებელი ხო არ უნდა იყოს, რომ იგივე შეერაცხოს. ჩვეულებრივად მან ხელი შეუწყო იმაში, რომ მე და ბურკილები დამადეს, ხელი რომ მაინც დამეფარებინ იმის საშუალებაც რო არ მქონდა. და ამიტომაც არის ეს ჩვეულებრივი, ნუ ამას ეს მტკიცებულებები სჭირდება. და მე ფიქრობ, რომ გამოძიება ეცდება ამ მტკიცებულებების მიღებასაც საბოლოო ჯამში მე ვფიქრობ, აი უკვე ან ის აღიარებს თვითონ რა გააკეთა და მე შემდგომში ისიც მივა იმ დასკვნამდე რომ აღიარო ყველამ რაც ჩაიდინეს რა, იმიტომ რომ მაინც არ შერჩებათ ესეთი ქმედება, ამას ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენ. აქ მარტო მე არ მეხება ეს საქმე. ჩემს უკან მთელი ჩემი კოლეგები არის, ჩემი სამსახური არის, მარტო მე არ შეურაცხყოფს, მთელი ჩემი სამსახური, ჩემი კოლეგები არიან შეურაცხყოფილი და მე რომ გავჩუნდე, ისინი არ გავჩუნდებიან. რა თქმა უნდა მე არ გავჩუნდე. გიორგი, რამდენი ხნის განმავლობაში დახავე პოლიციაში რა დროს? სიტუაციაში ვახაც ვიდა. შესვლის დრო ვიცით, ჩვენი Facebook სტატუსიდან ნამდვილად ნამდვილად გრძელდებოდა, მაგრამ ეს ინტენსიური ტყმები და ცემა არ იყო ამას თავად მასტურებ, რომ ერთო დამარტყავდა, მე კიდე რაღაცა შევაწყობილი სიტყვებს იძახდა და მე კიდე დარტყმა, შევაწყობილი სიტყვა დარტყმა და ასე შემდეგ რა. და ბოლოს რა ვიცი, როგორც იქნა რაღაც ძალიან უკვე საშინი დღეში ოქნა სახლა, მე თვითონ დამონება რა გავიდა და მე როგორც გავიდეს უწასულა იქიდან რა. იმიტომ რომ აერი და იქ რაღაცა მიხვდა ალბათ რაც ჩაიდინა. არ მგონია ნანოდეს არ ადამიანი უქმედებას ახორციელებდა, მაგის ჩვეულებრივი მომენტი იყო ეგ რა. არაერთი ადამიანი ყავს მას ნაცები, მე ვიცი ეს და უბრალოდ ამის მტკიცებულებები არ იყო და ბევრი რაღაც შეერჩა მას. უბრალოდ ერთი რამის უნდა ეშინოდეს, რომ არავის არასდროს არ შერჩება, განგება არ შეარჩენს უბრალოდ ასე თუ სინდის უქმედებას მე ყოველთვის ჯერას ამის და საზოგადოებაც იმისთვის არის აღშფოთებული, რომ ამ საქმეზე ყველა დამნაშავე დაისაჯოს. რა თქმა უნდა, ამიტომ ყველა ეს ყველაზე საინტერესო რაც არის, საიდან გაიყვა ეს, რომ არა ჩემი მეუღლის ზარი. არ ვიცი იქ რა მოხდებოდა რა, უბრალოდ იმ მომენტში დამირეკა ზუსტად როდესაც მაკავებთ მე ჩემი მეუღლე. იმიტომ რომ ინერვიულობდა უკვე რაღაცა დავაგვიანე, ფიქრობ რომ მალე უნდა მისულიყო, მაგრამ უკვე გვიანი იყო და მიერეკავდა. ნუ ყოველ შემთხვევაში არ იძინებდა ჩემს ისვლამ. და ამერიკა იმ მომენტში, როდესაც უკვე სანამ ვიდრე ბორკის დამატებდნენ და ხელს მიგრეხდნენ. ამ დროს დამიერეკა და მე მოახერხე ამ იმერო ტელეფონი და ხელის გასმა მოასწარი რა, ყურზე მიტანა ვეღარ მოასწარი. უკვე რომ მივხვდი ესენი უკვე ნამეტანი მოძდიოდათ, უკვე პასუხს ვაპირებდი რა, მეთქი რაღაცა ქენით უნდა მეთქვა რა, მაგრამ უშენს ეს რო ავიღე, ეს ხელი დამიჭირა ვიღაცამ და ამასობაში რამდენიმე წამი იყო ჩართული ეს და აი ეს ხმაური გაიგო ჩემო მეუღლემ, რომ რასაკეთებ თუ არ გაგიჟდით, ხელი გაწიეთ და მივიტყავთ, აი ეს სიტყვები აქ დაფიქსირებული და ეს რო გაიგო ჩემო მეუღლემ მოახერხა დაკავშირება შემდეგ ხო, ჩემო მეუღლემ მეორე ტელეფონი მქონდა სახში ცველი, სადაც ამან მოძებნა ის ტელეფონის ნომრები ჩემი თანხმობის ხან კომახიძის ბიუროს უფროსის. დაურეკა მას და იმან რა თქმა უნდა ყველას გავიგო, ყველამ გაიგო და მოვიდნენ დროულად იქ დროულად მოვიდა ყველა ჩემი სამსახურის დირექტორის მოადგილეც იქვე გაჩნდა და რა ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა. ისინი რომ არა, ისინი იმდენ მტკიცებულებას გაანადგურებდნენ, იქ ხო ნახეთ კედელზე სისხლი იყო გაანადგურეს. ისინი რაღაცას ამოიხევდნენ, რომ ყველაფერი თქვენ დაგახრებთ. დღემდე ხო ხარ და თვითონ მივიღე დაზიანებები და რაღაცა ისეთ აბსურდულ ზღაპარს იგონებენ, აი პატარა ბავშვი რო არ დაიჯერებს და მე დღეს ვიყავი ობიექტივი და ისეთ სასწავლო რაღაცებს ყობა მისი ადვოკატი რო სიცის ვერ შეიკავებ. არა, ადვოკატის კომენტარი ჩვენ ნახეთ რომელიც გამოქვეყნდა მან სხვა ტელევიზიებს მიცა ინფორმაცია და ფაქტობრივად დამნაშავე თითქოს ბატონი ლაშა კვირკვაია უდანაშაულოდ იყოს დაკავებული შიმშილობს კიდევაც ბატონი ეგ არის სპექტაკლი ეს თქვარი მისი მათი მოფიქრებული ალბათ რა შუაში არის შიმშილი ამ იმდენად უდანაშაულო ამ სრულად უდანაშაულო თulis ეთქობა საზოგადოებას უნდა ანუ რა მითხრა იცი საიდან დავასკვენი ეს სპექტაკლს და გამენა საზოგადოების თვალში უნდა გამოაჩინონ რომ ის რაღაცა საწყალია საწოდავია შიმშილობს აგერ იმდენად უსამართლოდ არის დაკავებული რომ შიმშილობს 2 დღეა და ამის გამო მოხდა საავადმყოფოში
ვიცი მე ჩვენ ვიცით რომ ხალხი რაოდენობით ერთი თვე შიმშილობს და დამოუკიდებლად გადაადგილება მაინც გამომეროს საყოველიდან არ გამოვშვიათ ხო ეს შემთხვევა არ ყოფილა ჯერ ერთი და არ ვიცი ეს იყო ერთგვარი ფანდი ალბათ რომ მიეღწიათ გირაოსთვის გირაოთი მაინც დარჩენილიყო გარეთ და საზოგადოების რაღაც მცირე ნაწილში მიეღწიათ იმას რომ თითქოს შეიცოდონ უდანაშაულო ზუსტად ეგ მეთქვა მე რომ ჩავერთეო უკვე პიერის თვალსაზრისით 100-0 იყო და თავი თვითონ აღიარა რომ პიერის გამოვაკეთებო ამას ფაქტობრივად წამოწდა რა ესეთი რაღაცა და აშკარად პიერის გამოვამბობს ჩემს დისკრედიტაციას ვცდილობ თითქოს მე რაღაც ნასვამი ვიყავი თითქოს მე რაღაცა ესეთი ვარ ასეთი ვარ და რაღაცა ამ ჩემზე გადაგვერდზე ანალიზის გამოვაქვეყნე კი ამიტომ გამოვაქვეყნე ხა მე ხო თავის მართლება არ მჭირდება არანაირად უბრალოდ ვინმეს თუ საზოგადოებას ექნებოდა რომ შეიძლება ნასვამი ყოფილიყავი აგერ მე თვითონ ეს ობიექტივზეც ვეკითხები რატომ მოვითხოვე მე თვითონ შემომოწმეთ ალკოჰოლზე და მეთქი რატომ მოვითხოვდი თუ ნასვამი იჟი მაგრამ ალბათ მაგათ მართლა არა ნორმალური გონება საკუთარი თავი ვიცემე მე თვითონ ვითხოვდი ნასვამი ვიყავი და ალბათ არც საზოგადოებას ხო ამით საზოგადოების მიმართად უპატივცემულობას გამოხატავენ და პირველ რიგში ჩემს მიმართ იმიტომ რომ მე ამდენს ვლაპარაკობ ამაზე ჩემს თემაზე არა ადამიანი მოყობაზე და ასენი უკვე გამოდიან და თვით დაზიანებები მიიღო ეს უკვე ამაზე რძემია და არ ვიცი ყოველგვარ ზღვარს ცილდება და ეს რაღაცა ზღვარი ხოლმე კონდეს სინდისაც იმამოსობასაც არ ვიცი ბატონ გიორგი გამოძიება რომელიც მუხლითაც მიმდინარეობს ეს არის სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ჩადენილი ძალადობით რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია მუხლი ითვალისწინებს პატიმრობას 5-დან 8 წლამდე თავად ეს მუხლი გამოძიების ეს შედეგი რაც დღეს არის რამდენად გაკმაყოფილებთ როგორც დაზარალებულ პიროვნებას ესე მოგმართ ну ეს მუხლი თავისთავად არის, მაგრამ არ მაკმაყოფილებს, იმიტომ რომ მხოლოდ ეს დანაშაული არ ჩაიდინეს მათ. ახლა მე იურისტი ვარ, კარგად ვიცი რა არის დანაშაული, რომელი დანაშაული, როგორი გარემოებებით ხდება და ასე შემდეგ. და იმიტომ ჩემს მიმართ რაც განხორციელდა მანდ იყო, გარდა მაგისა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა ძალადობით, ასევე ნამდვილად იყო არაადამიანური დამოკიდებებელი მოთხოვნა. და იმიტომაც იყო რომ ეს გადაიზარდა ამ მუხლში თავისთავად. თავისთავად ეს მუხლი უფრო მძიმე კატეგორიის გამო 8 წლამდეა და მე რომელზეც ვსაუბრობ 4-დან 6-მდეა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ არ უნდა წაეყენოს ეს მუხლი. ვინაიდან ჩაიდინა მან უნდა წაეყენოს ის მუხლი და შეიძლება ეს რა თქმა უნდა უფრო მძიმეა თანთქავს საბოლოო ჯამში, მაგრამ აქ აუცილებლად არის ეს მუხლი წასაყენებელი, იმიტომ რომ საკადრისად მიხედოს სასამართლო ესეთი სასჯელი მიუსაჯოს საბოლოო ჯამში, რომელიც იქნება სამართლიანი და ობიექტური და მარტო ეს მუხლი რომ იყოს შეიძლება მინიმალური სასჯელით გამოვიდეს და ეს არ იქნება სამართლიანი და ობიექტური. იმიტომ პროცესი როგორც ვიცით, აპოექტონზერის შერჩევა ჩატარდა საავადმყოფოში. მაგრამ როდესაც ექიმის დანიშნულება ვნახე მე ბატონ ლაშას მიმართ, რომ მხოლოდ სითხის უკმარისობაზე იყო საუბარი, რაც შიმშილობიდან იყო გამოწვეული. და ჩვენ ახლა თქვენ თქვით რომ 8-9 წელი ხართ ადვოკატი, მეც ეს სამართალში ვარ ადვოკატი. ჩვენ უამრავი საქმე გვაქვს ადამიანების, რომლებიც ციხეზე შიმშილობენ, პროცესებზეც დადიან. ნუ თუ იყო ეს საგამონაკლისო უფლების დასაშვები ის, რომ მაგალითად პიროვნებისთვის საავადმყოფოში ჩაეტარებიათ აფეთქონების ამ ფაქტს რამდენად გიყოლით? იყო ახლა მეც ზუსტად ერთი ის გამახსენდა ჩემი დაცვის ყოფის შიმშილობდა, ზუსტად 51 დღე შიმშილობდა და სასამართლოში მოდიოდა ჩვეულებრივად. აი სახე წაშლილი იყო ყველანაირად, ეთყობოდა რომ ძალიან ნაშიფშირელი იყო, მაგრამ მოდიოდა ჩვეულებრივად სასამართლოში მოყავდათ და ეს 2 დღეში 2 დღეც არ იყო რაც შიმშილობდა, თუ როგორც ისინი ამბობენ, თუ მაშინვე დაიწყო 2 დღეზე მეტი არ იყო და ასე ცუდად რა გახდა ახლა რომ სასამართლო თავად მივიდა. მასთან მიახლა საავადმყოფოში და არ ვიცი. აპოექტის ხმა არ ჩატარდა სასამართლოში. ეს სპექტაკლი, რომელიც არ თქვა უნდა სასამართლომ დაინახა იქ და შესაბამისად შეუფარდა ყველაზე მკაცრი აპოექტი ღონისძიება, რასაც იმსახურებდა. ერთი რამე მაინტერესებს ბატონ გიორგი, ახლა თქვენთან იმ საქმეებზე, რომელსაც საზოგადოების მაღალი ინტერესია, უშუალოდ გამონაკლისს, რომ დასარალებულისთვის ხელმისაწვდომი იყოს მასალები მივიდეს პროკურატურაში, გაეცნოს. თქვენთვის რამდენად მოხდა ეს დღემდე, რომ ადვოკატი ადამიანი, რომელიც გცემეს, თქვენ საქმეზე დაკავებულია ბრალდებული პიროვნება,
თქვენ თუ მოგცეს იმის შესაძლებლობა, როგორც დაზარალებული ელემენტარულად იქვე სამსახურში, გაეცნოთ ამ მასალებს, რომ თქვენ შესაბამისად პროცესზე მომზადებული დავხვდეთ შესაბამისად სტომებს, რომელიც დაიწყება, ხო, დეკემბრის თვეშია ჩანიშნული. სასამართლო სტომა 29 დეკემბერს არის. მასალები, რა თქმა უნდა, მე თხემდე მოქმედი კანონმდებლობით უფლება მაქვს მასალების გაცნობის და გავიცანი კიდეც, ვიცნობ საქმის მასალებს. უბრალოდ თქვენიც თუ უკვე დაზარალებული მხარე აღარ არის და მაგას აღნიშნავთ სწორედ, მხარეთ არ არის მიჩნეული, უბრალოდ როგორც მოწმე დაიკითხებით პროცესზე. უბრალოდ დავიკითხები სასამართლოში, მეტი არაფერი, რაღაც ინფორმაციის მიცემის უფლება მაქვს რაღაცა სასამართლოსთვის, მეტი არაფერი სამწუხაროდ, თორე როგორც ადრე იყო პროკურორის რა თქმა უნდა, მასალების ვისხედით, ქონდა ყველანაირი უფლება, მოთხოვნის უფლებაც, მუხლის მოთხოვნის უფლებაც ქონდა. ამას აღნიშნავთ სწორედ. ეს არა გვაქვს ამის უფლება სამწუხაროდ, ეს ძალიან ცუდია, იმიტომ რომ პროკურატურა არ იზიარებს ჩემს რაღაც უფრო მოთხოვნას, თუნდაც კვალიფიკაციის ნაწილში, რომ თუმცა არ არის ჩამოყალიბებული პროკურატურაც ამ საკითხზე, საბოლოო ჯამში მე კამათი მქონდა ჩვენ წავყენეთ ძალადობის ფუნქციო და ეს მოიცავს ამასო და მე გამართები ხა ძალადობა არსებობს კი რა თქმა უნდა ჩვენදී რა არის ძალადობა, მაგრამ ყველა ძალადობა არ არის არადამიანური, ხო? ალბათ შევთანხმდები. აქედან გამომდინარე, თუ არადამიანური ძალადობაა და დამამცირებელი მოპყრობა, ეს უკვე გადაიზარდა სხვა დანაშაულში, ხო? ამიტომ შეიტანეს ეს არის 100 კოდექსში 154 მესამე პრიამბული. ეს მაგიტომაც დაემატა სწორედაც რომ განსხვავება ყოფილიყო წამებისგან. წამება სულ სხვა ეხლა კი ახსენებდა ხოლმე წამება იყო ადვოკატისო, მაგრამ წამება სამართლის წამება იქ არ იყო არაადამიანური დამცირებელი მოპყრობა. წამებას სჭირდება რაღაც გარკვეული მიზანი, გარკვეული მიზნით ხდება ეს წამება, გარკვეული ხანგრძლივობა, ინტენსივობა ახასიათებს, რაც არ ახასიათებს არაადამიანურ დამცირებელი მოპყრობას. ამიტომ ეს სრული აჯდება მისი ქმედება არაადამიანურ დამცირებელი მოპყრობაში და ეს მოხლე იქნებოდა სწორი რომ წაეყენებინათ. თუმცა შესაძლებლობა აქვს გამოძიებას ვიდრე 29 დეკემბრამდე გამოძიებას ყოველთვის აქვს შესაძლებლობა რომ კვალიფიკაცია შეცვალოს და აზრს მივმართავთ ჩვენ დასაბუთებით და პროკურატურას ნახოთ გაიზიარებენ თუ არა. არის ჯერ საქმე ისე რომ გამოძიებაში რომ კიდევ რაღაცა დეტალები დაზუსტდეს და გაიყვეს კიდე რა. თქვენ დღემდე საავადმყოფო ფურცელზე ხართ და ვიდრე ხა ტელევიზიაში მოგზაურობდით, ეკიმთან იყავით, როგორი შედეგებით მიდის მკურნალობა და რამდენ ხანში დაუბრუნდებით თქვენ საქმიანობას? მე ხა ყველა ფიქრობს ალბათ რომ ვჩდები ტელევიზიაში და რაღაცა ამდენს გავიძახი და დავდივარ, რომ ძალიან კარგად ვარ, რა თქმა უნდა ასე არ არის. მე ამას უბრალოდ იმიტომ ვაკეთებ, რომ იმეჩნევა აუცილებელი იყო შინაგანსაკუთრებათა და მინისტრს შეხვედრა იმ დროს, როდესაც მე დაზიანებები სახეზე მეწერა პროკურორთან, თავად პროკურატურაში შეხვედრა აუცილებელი იყო. პირადად მინდოდა ვენახე, როგორ მდგომარეობაში ვიყავი. წინავე შემთხვევაში შეიძლება არ დაეჯერებინათ ხომ. ამიტომ იმათ რომ ნახეს, ამიტომ დაიჯერეს კიდეც რომ მე ვიყავი ნაცემი, რომ შეუძლებელი ადამიანად თვითდაზიანება ასეთი ფორმით მიიღოს. ყველა ნორმალური ადამიანი ამას ხვდება. ადვოკატის მესმის ალბათ მის დაცქვეშ ყოფის რაღაც შეთხზულს ყვება ისიც და მეტი არაფერი თორე თავადაც არ ჭირა გარემოების ახლა. იმდენი ხანი მე ამაზე არ ვისაუბრებდი. ქუჩაში სადმე რომ ვეცემე, კიდე შეიძლება რომ გამჩუმებულიყავი, იმიტომ მაგრამ ეს იყო სულ სხვა შემთხვევა. ეს ფაქტი რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს და დაუჯელი არავინ არ უნდა დარჩეს. ადვოკატისთვის დამამცირებელი ადვოკატს, რომელსაც მთლიანად კორპუსი ცემეს 8 ნოემბერს თლიანად ამას რომ ჩვენ ყველა გვცემესო და მე ფაქტურად მე მარტო ჩემ თავზე არ ვლაპარაკო, ჩემი კოლეგების აზრს ვლაპარაკო და მათი ასე ვთქვათ კორპუსის ინტერესებსაც გამოვხატავ. ამიტომ ეს უნდა იყოს სათანადო რეაგირება უნდა მოყოს ამას. რომ მიეცემოს ყველა პირი, ვინც ასეთ ამას ზენქმედებას უჭერენ ხარს, კიდევ ისინიც მიეცენ და არ ამბობენ, ბევრი ადამიანი არ ამბობს სიმართლეს, პოლიციის თანამშრომლები. ეს არის ძალიან ცუდი. ფაქტობრივად ხარს უჭერენ ასეთ არაადამიანურ ქმედებას ისინიც, თავისი ქმედებებით.
ბატონი ლაშა კვირპია უბრალოდ იმიტომ ახორციელებდა სწორედ ამას მათი პოლიციელების თვალწინ რომ მან იცოდა რომ მათ სამსახურში ხელის შემშლელი არ ეყოლებოდა ვერან ვერ გაუწევდა მას წინააღმდეგობას და ამიტომ მოხდა ის რაც მოხდა 8 ნოემბერს. კი ეგ კარგად იცოდა და იქ შევამჩნია კიდეც ერთი სიტყვა დააკავეთო აღარავინ უყურებდა იქ კანონიერად იძახდა არ იძახდა მომუარდნენ რაღაცა გადამიგრიხეს დამაკავეს ეგ რამე დააშავე არ დააშავე არ აინტერესებს ახლა კიდე რაღაც ზღაპრებს ხვდები თითქოს მე გამომძიებას მივაყენე ერთადერთი გოგო იყო რომელთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს რა არასდროანთა საქმეზე მუშაობს ისიც და არაერთი საქმე გქონია ჩემი მეგობრის მეგობარია იმავე განყოფილება და ის იწყვება ძალიან საოცარ რაღაცა რამაც გული დამწყვიტა პირადად მაგ გოგოსგან დამწყვიტა იმიტომ ის იძახის ანუ ამბუქებს ამყარებს იმ ერთიდან ჩვენებას თითქოს მე მას მევაყენე შეურაცხყოფ გოგოს რაღაცა გაუნათლებელი თუ ცინური უწოდაო და მე მოვიდა ვიღაცამ შენიშნა მომცა და მე ყურია უწია პატარა ბიჭო შერას კადრულობო მე ამაზე გამოვიდა თუმის უფროსი და მანაც ყურია უწია ყურები ამიწევია ხალხისთვის და ყოველ შემთხვევაში ამით ამართლებენ იმას რომ ცემეს საცემი ყოფილი ვარ და დაქსაჯეს და ღირსი ყოფილი ვარ ამის და დაქსაჯეს ამიტომ თითქოს არა მაგას წვევენ უბრალოდ საოცარ რაღაცას იგონებს თავი მიატყა იმასო ზოგი კარებსო ზოგი ჩარჩოშო ზოგი რა განსხვავებული ჩვენებები აქვს მაგათაც და სასამართლო რა თქმა უნდა ამ ზღაპრებს არ დაიჯერებს და თვითონ ურჩევნიათ აღიარონ და მოინანიონ თქვენ აღნიშნავთ რომ ლაშა კვირკვაიას დაკავება იმდენად გვიან მოხდა დღეებში რომ მან ფაქტობრივად მოასწრო ის რაზეც ახლა ვსაუბრობთ ჩვენ ამას ზემოქმედება და შესაბამისი ჩვენებებით შესაძლოა ამიტოდებს საკითხს მაგას ვსაუბრობდი მე არაერთი მაშიც ინტერვიუშიც აღნიშნე რომ რაში მოხდა ეს ფაქტი და კვირკვაია დააკავეს 5 დღის შემდეგ რა თქმა უნდა ის ჯორებად თანამდებობიდან გადააყენეს უბრალოდ 2 დღის შემდეგ სწორად ეგრე რა თქმა უნდა ის მანამდე შეხვდა ყველას და გავლენის ქვეშ იყო და მოახდენდა კიდეც და მოახდინა კიდეც ჯერ ის ადგილს რომ ის სისხლის კვალი წაშალეს ახლა წინებზე რატო ვერ შეთხზავდნენ ერთ ხაბარს არაერთხელ გაუკეთებიათ ეს ახლა პირველად ხო არ გააკეთეს ეს რო არ გაეგო ამ ჩემ თანაშრომებს ჩემ მეგობრებს ხო იქ თავისთავად ან ჩამოიხებდნენ რაღაცას იტყოდნენ აგერ დაგვაზიანა ან ერთმანეთს დააზიანებდნენ იტყოდნენ იმან დაგვაზიანა მაგის ილების თქვენს ხო ქონიათ ასეთი საქმეები და უბრალოდ ეს უნდა იყოს პრეცედენტი რომ ასე საქმე აღარ შეუკერონს არავის უბრალოდ მოიპოვე კანონიერად ეს ტკიცებულებები და ისე წარადგინე არის მოგონება ჩადება რაღაცა ბედურებები რა უბრალოდ ღმერთის მაინც გწამდეთ რა პოლიციაში რომ მუშაობთ იმას კი არნიშნავს ადამიანობა უნდა დაკარგოთ მე ძალიან ბევრი პოლიციელი ყავს ძალიან კარგი ურთიერთობა უახლოესი მეგობარი ყავს პოლიციელი მე ზოგადად პოლიციელების წინააღმდეგ არ გამიგოს რაც და სისტემის წინააღმდეგ პოლიციელი აუცილებელია და პოლიციელი ასრულებს თავის სამსახურში მოვალეობას ხო რა თქმა უნდა მას არ ნიშნავს რომ ის მათ უნდა დაიცვან თავის სამუშაო გაბინეტში ხო სამართალ დამცველი ქვია სხვანაირად მათ ხო მათ უნდა დაიცვან ეს კანონი პირველ რიგში და არ უნდა დაარღვიონ და კრიმინალი როდესაც მუშაობს პოლიციაში ეს ხო 2-მაგად 10-მაგად საშიშია რა ან ხალხს ხო გაუჩნდება ნიჰილიზმის ხსნობა პოლიცია რომელსაც რაღაც შემთხვევაში უნდა მიმართოს იცის რომ შეიძლება იქ კრიმინალი შეხვდეს ეს არის საშინელება და ამიტომაც ეს უნდა იყოს სამაგალითო ყველასთვის ყველა პოლიციელისთვის და ის ჩირკი რაც მოსხვა ერთმა ადამიანთან ეს სისტემას უნდა ჩამოირიცხოს იმით რომ ეს პიროვნება სამაგალითოდ დაისაჯოს და არავინ გაბიდოს კავშირი რა ალბათ საზოგადოება თავის სიმაღლეზე იქნება როგორც თქვენდე და სასამართლოდ შესაბამისად კანონიდან გამომდინარე მოხდება ბატონი ლაშას დასჯა და იმედია არა მარტო ბატონი ლაშასი ვინც მონაწილეობდა ამ საქმეში იმედი გვაქვს რომ ბრალდებული სკამზე აღმოჩნდებიან მადლობა მინდა გითხრათ გიორგი გამოჯანმრთელებას გისურვებთ და მალე ჩადგომას სამსახურში როგორც ეს 8 ნოემბერამდე იყო თქვენ ცხოვრებაში დიდი მადლობა ავადმყოფის პროცესი მალე გაიგეს და ყველაფერი წინ არის წარმატებებს გისურვებთ ჩვენი გადაცემის მეორე სტუმარი გახლავთ ბატონი მუხრან ხუცკაი ადვოკატი
რომელიც კონკრეტულ სისხლსამართლის საქმეზე იცავს დასავლეთის ინტერესს. მოგესალმებით, ბატონო მუხრან. ჩვენ გავხდით ქვეყანა, სადაც ადვოკატიც კი ადვოკატს საჭიროებს. რა მოხდა 2015 წლის 8 ნოემბერს და რა ეტაპზე ჩაერთეთ მოცემულ საქმეში? მოგესალმებით ტელემაყურებელს. მოცემულ საქმეზე მე ჩავერთე იმ ღამესვე, ეს იყო ღამის დაახლოებით 5 საათი, როდესაც გამოცხადდა პოლიციის მეხუთე განყოფილებაში, სადაც გიორგი მდინარაძე იყო სრულიად უკანონოდ დაკავებული ადმინისტრაციული წესით. როდესაც შევხვდი მე გიორგის, მან მითხრა, რომ ის დაკავებული იყო ადმინისტრაციული წესით და რა მოხდა უშუალოდ მისგან გავიგე. იცავდა არასრულწლოვნის კანონიერ ინტერესებს, როდესაც ბრალდებულთან შეთანხმებით და მის კანონიერ წარმომადგენელთან შეთანხმებით გადაწყვიტეს, რომ უნდა გამოეყენებინა დუმილის უფლება. ამაზე გავრაზდნენ პოლიციელები და სწორედ ამ ფაქტს და ამ ვითარებაში მოხდა სწორედ ის, რაც მოხდა, ცემეს გიორგი მდინარაძე პოლიციის თანამშრომლებმა სასტიკად და გაუსწორდნენ მას. რაც შეეხება დეტალებს, იყო ესეთი სიტუაცია, როდესაც პოლიციელების მხრიდან იყო გარკვეული შეურაცხყოფა გიორგი მდინარაძის მიმართ, ეს კონკრეტულად ბიჭოჭიბიდან ხელი ამოიღე, რატო დგეხა და ასე შემდეგ დამამცირებელი მოპყრობა, რასაც ჰქონდა ადგილი იმ დროს და ეს გადაიზარდა სწორედ იმაში, რომ ისცემეს სასტიკად. ჩემი აზრით, იმიტომ მოხდა ეს, რომ მათ დანაშაული, ის სავარაუდო დანაშაული ეგონათ გახსნილი მაშინ და ამ არასრულწლოვან ბრალდებულს სთხოვდნენ, რომ ხელი დაედო, ესე რომ ვთქვათ, სხვა იმ პირებისთვის, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ და როდესაც გიორგი მას აარჩევინა დუმილის უფლება, ეს შესაძლებლობა მათ, რა თქმა უნდა, არასრულწლოვანს ადვოკატთან შეთანხმებით ამის უფლება ჰქონდათ, პოლიციას სწორედ ესე რომ ვთქვათ, მოესპო იმის შესაძლებლობა, რომ სხვა პირები მათი განმარტებით, სადაც საქმის ვითარებიდან ჩანს, რომ დაედგინა დამნაშავეები, იმიტომ რომ სხვა მტკიცებულება გარდა ბრალდებულის ამ არასრულწლოვნის ჩვენების საქმეში არ იყო. ბატონო მუხრან, თქვენ როდესაც პოლიციის განყოფილებაში მიხვედით იმისთვის, რომ ბატონო გიორგისთვის მოგეჩინოთ დახმარება, თქვენ თავად ხომ არ შეხვდათ რაიმე სახის წინააღმდეგობა? არა, როდესაც მე მივედი პოლიციის განყოფილებაში, იქ იყვნენ პოლიციელები, წარვადგინა შესაბამისად დაცვის ორდერი და მოვითხოვე დაკავების სოქმი პირველ რიგში და როდესაც მოვითხოვე დაკავების სოქმი მაშინ საერთოდ არ იყო შედგენილი და შემდეგ დაიწყეს ამ დაკავების სოქვის შედგენა. რო ვეკითხებოდი, როდესაც ვკითხე მე პოლიციელებს თუ რა მოუვიდა ამ ადამიანს, იმიტომ რომ გიორგი მე როდესაც დავინახე იყო სასტიკად ნაწამები იყო, მათ მიპასუხეს, რომ არაფერი ესეთი პასუხი იყო და ამით დავშორდით ერთმანეთს. შემდეგ რომ დაკავების სოქმი გადმომეცა ცოტა დაგვიანებით და ხელწერილის საფუძველზე ის იქნა განთავისუფლებული პოლიციის განყოფილებიდან. რაც თავარია, ის სოქმში მითითებული დაკავების დროც არის არასწორი, იმიტომ რომ გიორგი უფრო მანამდე ფაქტობრივი დაკავების დრო უფრო ადრე იყო, ვიდრე იმ დროის დრო, რაც არის მითითებული, მაგრამ ჩემი მისვლის შემდეგ შედგა. ჩვენ განუცხადეთ პოლიციელებს, რომ შენიშვნა უნდა გაგვიკეთებინა ოფნზე, რომ იქ მოყვანილ ფაქტებსა და გარემოებებს ჩვენ არ ვითანხმებოდით და მათ განგვიცხადეს, რომ არანაირი შენიშვნა რატო უნდა გააკეთოთ და შესაბამისად ჩვენ ამ ოფნს, რა თქმა უნდა, ხელი არ მოვაწერეთ და ჩვენი ხელმოწერის გარეშე ჩავიპარეთ, ოფნი ისედაც არასრულყოფილად არის შევსებული და გარკვეული დარღვევებით ის ადმინისტრაციული დაკავების ოფნს გულისხმობს. ამ ადმინისტრაციული დაკავების ოფნის წარდგენა შემდგომ სასამართლოში თუ მოახერხეს? თუ ელემენტარული თურცლად დარჩა ის განყოფილებაში? არა, მოგეხსენებათ, რომ ამ ოფნის წარდგენას აქ ერთვიანი ვადა ჯერჯერობით წარდგენილი არ არის სასამართლოში და არ წარუდგენია და ალბათ ჩემის აზრით არც აპირებენ ამ ოფნის წარდგენას, იმიტომ რომ გარდა ამ ოფნისა, ამ ადმინისტრაციული დაკავების საქმეში, ესე რომ ვთქვათ, ადმინისტრაციული საქმე არის ჩვეულებრივ სამართალ დარღვევის საქმე, არც ერთი სხვა მტკიცებულება არ არსებობს. ჩვენ კიდე გაგვაჩნია საკმარისი მტკიცებულება, ეს არასრულწლოვნის ჩვენება, მშობლების კანონიერი წარმომადგენლის გამოკითხვის სოფლები, სადაც პირდაპირ არის მითითება იმაზე, რომ გიორგი მდინარაძეს არანაირი წინააღმდეგობა, არანაირი
ცემა მისი მხრიდან ყურის აწევა როგორც ისინი განმარტავენ რომ ვითომ ესეთ ფაქტს უნდა ადგილი ესეთ რამეს არ ადასტურებს იქ ყოფინ ესე რომ ვთქვათ ნეიტრალური მოწმე და შესაბამისად ეს საქმე ადმინისტრაციული სასამართლოს კოლეგიაში რო იქნეს გადაგზავნილი არის უპერსპექტივო და ალბათ ამიტომ არ მოხდა მისი გადაგზავნა ჯერჯერობით დღესდღეობით გადაგზავნილი არ არის თქვენ როგორც ადვოკატი ცეცხლსამართლის საქმეზე თუ ადევნებთ გამოძიებას შესაბამისად ჩართული ხართ ალბათ იქაც რომელსაც პროკურატურა აწარმოებს იქ რა სურათი გვაქვს ცეცხლის სამართლის საქმეზე ნამდვილად ინტენსიურად მიმდინარეობდა გამოძიება იმ მომხდარი ფაქტიდან იმ დღიდან 8 ნოემბრიდან და დღესაც მიმდინარეობს ინტენსიურად საქმის გამოძიება და ვერ ვიტყვით რომ პროკურატურის მხრიდან რაიმე მიიჭმალა ან არ გაკეთდა ამ კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში. კიდევ არის დასადგენი სხვა პირების ბრალეულობის საკითხი და ამ ფაქტთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენ რა თქმა უნდა ვაკვირდებით ამ საქმეს და არა მარტო ჩვენ ვაკვირდებით, მე უშუალოდ როგორც მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი გიორგიესთან ერთად ვეცნობი ამ საქმეს და ვიღებთ შესაბამის ინფორმაციებს საქმესთან მიმართებაში და არა მარტო ჩვენი დაინტერესება, მთელი საზოგადოება, სამთავრობო ორგანიზაციები და მთელი მსოფლიო ყურადღებით ადევნებს ამ საქმეს თვალყურს. ჩვენ ამ ფაქტთან დაკავშირებით შევხვდით ევროკომისარს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში და როდესაც ეს ფაქტი ჩვენ მას მოვახსენეთ, ის იყო საკმაოდ შეშფოთებული და გაუგნებული იმ ფაქტით, რაც მოხდა პოლიციის მეხუთე განყოფილებაში და მან აღვითქვა დახმარება და თქვა, რომ ის შეხვდებოდა ამ ფაქტთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრს, თავად პროკურორს და მათგან უშუალოდ მოითხოვდა წერილობით პასუხებს თუ რა ვითარება ამ საქმისთან დაკავშირებით, იმიტომ რომ იმდენად ესე რომ ვთქვათ რეზონანსული გახდა ეს ფაქტი, რომ საქართველოს ისტორიაში ესეთი რამე არ მომხდარა, რაც ჩვენ მოვიკვლიეთ და მოვიძიეთ, ჟურნალისტებმაც გადაამოწმეს აღნიშნული რომ ადვოკატი პოლიციის განყოფილებაში ესე სასტიკად ეწამებინათ, ესეთი ფაქტი არ ყოფილა. შეიძლება იყოს დაკავება, შეიძლება იყოს რაღაც შეხლა შემოხლა და ასე შემდეგ, მაგრამ ის რომ ადამიანი დაბმული და ხელებ დაბურკილი რომ ეცემათ პოლიციის განყოფილებაში და ესე რომ ეწამებინათ, ესეთი ფაქტი საქართველოს ისტორიაში თუმცა არ ყოფილა ადვოკატის მიმართ. სამწუხაროა რომ ეს ფაქტი დადგა, ეს ფაქტი მოხდა და მოხდა იმ დღეს, როდესაც მთელი ყველა ადვოკატი ჩვენ პროფესიულ დღეს ვსეიმობდით. თქვენთვის როგორც ადამიანისთვის რას ნიშნავს ეს გამოხატული წავადობა, ეს კონკრეტულად იმ პიროვნებების მიერ ჩაფიქრებული იყო ესე თუ რა მოხდა? სხვა შემთხვევაში თქვენ საუბრობდით პირველ ინტერვიუ ნახეთ თქვენი, როდესაც სავალდებოდან მიეცეთ ინტერვიუ, რომ იქ არ მოხდა ცენტრალიზეთ ფესტივალზე პიროვნებების შემოწმება. და შეამოწმეს აბსოლუტურად სხვა პირები, როგორც ნამდვილად ეგრე იყო. სამსახურს ნორმალურად ასრულებდა იქ გამყრებაში. სხვა სანამ ამ შეკითხვის პასუხს გავცემდე, მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა ამ ფაქტით იმ დღეს იყო ადვოკატთა ასოციაციის 10 წლის იუბილე. ნოემბერი უკვე თენდებოდა, ესეთი ახლა ვერ ვიტყვი რომ ეს ჩაფიქრებული ქონდათ და დაამთხვიეს ამ დღეს, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ის დღე იქნებოდა თუ სხვა დღე, ეს არც ერთ დღე რა დღეც არ უნდა იყოს, არ უნდა მოხდეს, იმიტომ რომ ეს არ უნდა დგებოდეს, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის და ზოგადად დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის პირდაპირ დარტყმა, როდესაც ადამიანის უფლება დამცველი დასაცავი ხდება თვითონ პოლიციის განყოფილებაში, ეს არის ზოგადად პრობლემა ჩვენი და ესე რომ ვთქვათ, ჩვენს ქვეყანას ამით მთელი მსოფლიო საზოგადოების წინაშე თავი ეჭრება ესეთი საქციელით კონკრეტული ადამიანების მხრიდან და რაც შეეხება იმას, რომ პოლიციის შემოწმების ფაქტს შემოწმება ნამდვილად განხორციელდა იქ პოლიციელები, ჩვენ რო გამოვიძახით გენერალური ინსპექცია შეამოწმეს მორიგე ესე რომ ვთქვათ ჯგუფი, რომელიც მორიგეობდა, მაგრამ შეამოწმეს რიგითი თანამშრომლები და არა ის თანამდებობის პირები, რომლებსაც ამბობდა გიორგი მდინარაძე, რომ ესენი მცემდნენ, ესენი მაწამებდნენ და მათი მხრიდან იყო ზეწოლა როგორც ფსიქოლოგიური, როგორც ფიზიკური, სიტყვიერი შეურაცხყოფა და ასე შემდეგ. ეს ადამიანები მე როდესაც მივედი პოლიციის განყოფილებაში და გამოძახებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია და მერე შემდეგ მოვიდა საპატრულო პოლიცია, რომელმაც შეამოწმა მათი სიმთვრალე სიფხიზლის საკითხი, ის ადამიანები იქ არ იყვნენ იმ მომენტისთვის, ჩვენ მოვიკითხეთ, მაგრამ არავინ არ იყო, შესაბამისად ჩვენ არ გვქონდა იმის ძალა და
სამართლებრივი ბერკეტები, რომ ესენი მოგვეყვანა ჩვენ და მოხდა იყო მათი შემოწმება. ამიტომ ეს სამწუხაროდ მაშინ მის გაკეთება ვერ მოხერხდა. ბატონ მუხრანი, როგორ აფასებთ თქვენ იმას, რომ მოსამართლემ, როდესაც პატიმრობა შეუფარდა ბატონ ლაშა ყვირყვაიას, თავარი გარემოება იყო, რომ ის მაღალი თანამდებობის პირი იყო და შესაძლოა სამომავლოდ მოწმეებზე მოეხდინა ზეგავლენა. ის 5-6 დღე რაც ის თავისუფლებაში იყო მომხდარის შემდგომ, თქვენი საზრით მოახდენდა თუ არა და ეს საქმეთ ღონისძიების მისი დაპატიმრება ხომ არ იყო დაგვიანებული, დაკავება? მე პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ დაკავება არ იყო დაგვიანებული, სამართლებრივად თუ შევაფასებთ ამ სიტუაციას, იმიტომ რომ საქმეზე საკმარისი მტკიცებულება უნდა იყოს იმისთვის, რომ მოსამართლემ გასცეს დაკავების განჩინება, ან შემდეგში მოხდეს ახვითის ღონისძიების შეფარდება. იმიტომ რომ კონკრეტული მტკიცებულებები იყო მოსაპოვებელი, ამას გარკვეული დრო ჭირდება, იქ იყო მოწვეთა ბაზა დასაკითხი, რომელიც დაიკითხა თითქმის 1 დღის მანძილზე, მერე შემდეგ დაინიშნა ექსპერტიზები, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი და ეს საგამოძიებო ექსპერიმენტი თითქმის 1 დღე ტარდებოდა, მთელი დღე ღამე პრაქტიკულად გამთენის დაახლოებით 5-6 საათზე დამთავრდა და უშუალოდ მეც ვიღებდი ამ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობას და წარმოუდგენელი იყო მანამდე ამ მოქმედებების ჩატარება, იმიტომ რომ რაც შეიძლება სწრაფად ტარდებოდა. რაც შეეხება ახვითის ღონისძიების მიზნებს და საფუძვლებს, რაც მოსამართლემ მიუთითა, რა თქმა უნდა, დასაბუთებული სტანდარტის მაღალი ხარისხით ამის საშიშროება ზოგადად არსებობდა და სწორედ ამიტომ მიიღო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება და ჩვენ ყველამ უნდა ვცეთ სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივი და თუ ის არ მოგწონს, რა თქმა უნდა, საჩივრდება შემდგომ ინსტანციებში და შემდგომ ინსტანციის სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას. რაც შეეხება ამ კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, მისი თანამდებობიდან გამომდინარე, გარკვეული რისკები ამისი არსებობდა, იმიტომ რომ პოლიციელებს აქვს ჩვენება მიცემული, აბსოლუტურად სხვადასხვა ჩვენებები აქვთ მიცემული და თუნდაც ამის მათზე რომ მომხდარიყო ზემოქმედება, თუნდაც არასრულწლოვანთა მიმართებაში, რომელიც თავისუფლებაშია დღეს და ესე რომ თქვა გირაოს ქვეშ იმყოფება მასთან მიმართებით და გარკვეული რისკები არსებობდა და სასამართლომ ეს სწორად შეაფასა იმ მომენტისთვის. სხვა გზა, ესე რომ თქვა, ალტერნატივის სასამართლოს ამტკიცებულების ფორმატში რაც იყო წარდგენილი არ ქონდა. შესაბამისად სხვა ახვითის ღონისძიებას იქ ვერ გამოიყენება. მე ნამდვილად ვერ დავარღვევ დანაშაულობის პრესუმციას, ვერ ვიტყვი რომ ის ამ შემთხვევაში ბრალდებული არის დამნაშავე, იმიტომ რომ ჯერ არ არის დამდგარი განაჩენი ამ ფაქტთან დაკავშირებით, მაგრამ ის სტანდარტი რაც ახვითის ღონისძიების მიზნებისთვის იყო აუცილებელი, ეს საქმის მას მინდა ჩვენ გავეცანით ამ საქმის მასალებს და როგორც იურისტი, არა როგორც გიორგი მდინარაძის ადვოკატი მაცხადება მას, როგორც იურისტი გეუბნებით რომ იმ მომენტისთვის ამის სტანდარტი არსებობდა. და გამოძიება დღემდე აკეთებს მაქსიმალურს. დიახ, გამოძიება აკეთებს მაქსიმალურად მიმდინარეობს ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება. დღესაც ჩვენ პროკურატურიდან გამოვედით, რომ გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები ტარდებოდა და რა თქმა უნდა მიმდინარეობს აქტიურად. შემდეგ რა იქნება ნახოთ. შედეგს დაველოდებით ერთად 29 დეკემბერს სასამართლოში განიხილება სასამართლოს საქმე და საზოგადოება ერთად გაიგებს ამ საქმის შედეგებს და დამდგარ განაჩენს. ალბათ გიხდით მოგზაურობისთვის წარმატებებს გისურვებთ. მადლობთ. ალბათ. ბოლოს ჩვენ გადაცემაში სტუმრად მოვიწვიეთ საჯარო სამართლის იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი ბატონი მელიტონ ბენიძე და გვინდა მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით 2-3 სიტყვით გავისაუბროთ მას. მადლობა ბატონ მელიტონ გადაცემაში მოგზაურობისთვის, მონაწილეობის მიღებისთვის. თქვენი საზრით, როგორც იმ სამსახურის პროცესისთვის, რომელიც უმრავლად ადვოკატს აერთიანებს და გამომდინარე პროფესიიდან, რა მოხდა 2015 წლის 8 ნოემბერს საქართველოში ზოგადად ამ კუთხით ამ ქმედებით? მოგესალმებით, უწინარესობისა, დიდი მადლობა მოწვევისათვის. მე მოგაზრდით ინფორმაციას თუ რა სამართლის იურიდიული დახმარების სამსახური, ეს არის სახელმწიფო ორგანიზაცია და აქ მოღვაწე ადვოკატები ახორციელებენ პირთა დაცვას, სოციალურად დაუცველ პირთა დაცვას, ასევე სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სავალდებულო დაცვის შემთხვევებში პირთა დაცვას სახელმწიფოს ხარჯზე.
მაგრამ ზოგადად ორგანიზაცია იურიდიული დახმარების სამსახური არის სრულიად დამოუკიდებელი, არ შედის არც ერთი სახელმწიფო უწყების დაქვემდებარებაში. ის არის დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი და უშუალო მართვის ორგანო გახლავთ იურიდიული დახმარების საბჭო, რომელიც არის საზოგადოებრივი საბჭო თავისი შინაარსით და დანიშნულებით. ის არის მრავალფეროვანი, მან წარმოდგენილია როგორც საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, ასევე სამოქალაქო სექტორი, სამთავრობო ორგანიზაციების ახალ მცველიდან სახელმწიფო იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის საბჭოს სახით. მეც როგორც დირექტორი, ჩემი თანამდებობა არის არჩევითი, ან მე ამერჩია იურიდიული დახმარების საბჭომ. შესაბამისად, ყველა გარანტია სამსახურის დამოუკიდებლობის არის უზრუნველყოფილი, უშუალოდ ადვოკატის პროფესიული დამოუკიდებლობის გარანტიებიც არსებობს, მაგალითად მე როგორც დირექტორს არ შემიძლია უაპელაციოდ ესე გავათავისუფლო ადვოკატი, კონსულტანტი, ბიუროს უფროსი, მე აუცილებლად უნდა დავსაბუთო იურიდიული დახმარების საბჭოს და იურიდიული დახმარების საბჭომ უნდა მომცეს თანხმობა ამის თაობაზე. ასე რომ ეს ყველა ცვლილება გადადა იურიდიული დახმარების შესახებ გამოში იმ მიზნით, რომ პროფესიული დამოუკიდებლობა ადვოკატების იყოს უზრუნველყოფილი და ისინი აი სწორედ როგორც გიორგი მდინარაძე მოიცა ახლა ამ შემთხვევაში ღირსეულად და პრინციპულად მაღალკვალიფიცირად დაიცვა მისი დაცვის ქვეშ მყოფი არასრულობის ინტერესები, აი ესე იცავდნენ მედგრად და უშიშრად და პროფესიისადმი და კლიენტისადმი თავდადებით თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფი პირების ინტერესებს. რაც შეეხება მოხდარ ფაქტს, ჩემთვის არის სრულიად გამოუგნებელი ეს ფაქტი. მე პირველად რომ გავიგე, ჩემო მოადგილემ დამიკავშირდა. საერთოდ ამჯეროდა რომ ეგეთი ფაქტი მოხდა, იმიტომ მე მითხრეს რომ გიორგი მდინარაძე ჩვენი ადვოკატი ესე დაკავებული არის და მასე ახორციელდა ფიზიკური ძალადობა, რომ ვიკითხე როგორ მოხდა ეს და რა უნდა და პოლიციის დაწესებულებაში ხა წარმოგიდგენიათ ამ ადვოკატია და ვკითხულობ ესე იგი პოლიციის დაწესებულებაში რა უნდა და რომ სცემეს და ჩვეულებრივად მიპასუხეს რომ ის ასრულებდა თავის პროფესიულ მოვალეობას. იცავდა არასრულის ინტერესებს. აი სრულიად წარმოუდგენელი იყო რა უნდა მოხდარიყო იქ ისეთი რომ ესეთი ფიზიკური ძალადობა განხორციელებული იყო ადვოკატზე, რომელიც მოქმედებდა ესე კანონის ფარგლებში. ამავდროულად მინდა აღნიშნო რომ გიორგი მდინარაძე არის სპეციალიზებული ადვოკატი არასრულთა მოცემულობის საკითხებში. ანუ მას აქვს სპეციალური ტრენინგები გავლილი, სპეციალური სწავლება და დაიცვას არასრულის ინტერესები. მოგხსენებათ რომ 2016 წლის 1 იანვრიდან არასრულთა მართლმსაჯულების კოდექსი შედის ძალაში, ყველა უწყება სამართალდამცავი პოლიცია, იქნება ეს პროკურატურა, ადვოკატურა, როგორც იურიდიული დახმარების სამსახური, ასევე კერძო ადვოკატები, ყველანი უნდა იყვნენ სპეციალიზებული არასრულთა მართლმსაჯულების საკითხებში. იურიდიული დახმარების სამსახურში ეს სპეციალიზაცია დაინერგა გაცილებით ადრე და ჩვენ გვყავს ყველა ბიუროში სპეციალიზებული ადვოკატები, ესეთები გვყავს თბილისის ბიუროში და სწორედ აი იმ დღეს გიორგი იყო მორიგე და მას მორიგეობით დაიწერა ეს საქმე. ის გაიშურა შემთხვევის ადგილზე, დარწმუნდა რომ არასრულოვანი იყო გადაღლილი, ეს ხდებოდა ღამის საათებში, ღამის 4 საათზე, არასრულოვანი იყო შეშინებული და მან როგორც შიდა კანონმდებლობის ასევე საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების თანახმად სრულიად მართებულად მოითხოვა დაკითხვის გადადება, მათ აირჩიეს დომენის უფლება, რამაც როგორც მე განმოცემით ვიცი, გამოიწვია პოლიციელთა გაღიზიანება და ეს იმდენად ესე იგი დიდი იყო გაღიზიანების ხარისხი, რომ გადაიზარდა აგრესიაში, შეურაცხყოფაში, შეურაცხყოფელ საქციელებში, ბრძანებულ ტონში და შემდგომში ფიზიკურ ძალადობაში, დიახ, მე სულად გაუგნებელი ვიყავი, პირველად რომ ნახე გიორგი, აი თვალებს არ უჯერებდი, ესე იგი, ეს ჩალურჯებული ჰქონდა თვალი, ნაჯდებები ეტყობოდა ესე იგი სახეზე, ცხვირზეც ეტყობოდა აშკარად და მე ნახე სადღაც რამოდენიმე საათის შემდგომ და წარმოვიდგინე ახლა უშუალოდ იმ დროს როგორი იქნება ზოგადად ალბათ საზოგადოების მადლობელი უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ საზოგადოება მართლაც ღირსეული თანადგომა გამოიჩინა, იმიტომ რომ მე გიორგის როდესაც ვესაუბრებოდი უთხარი რომ 8 ნოემბერს არა მარტო გიორგი მდინარაძე, არამედ საქართველოს ყველა ადვოკატი გაილახა.
ეს იყო ქმედება, რომელიც ყველა ადვოკატის მიმართ განახორციელდეს. კონკრეტულ ნამდვილ რომელიც დღეს არის დაკავებული. მისი დანაშაული ჩაიდინა, არ ჩაიდინა, ეს დადგინდება ეს შემდგომი პროცესებია. ალბათ შედეგებს უნდა დავალოდოთ და შესაბამისად მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გამოძიების ზონის მიმართულებით წარიმართება. ჯერჯერობით ნორმალურად მიდის პროცესები, მოგვისალმებს რუსში ჩატარდეს საკუთრების ახლის პროცესი და ბრალდებულ პირის მიმართ გამოყენებული იქნა საკუთრების საფრთხებულობა, დაბადიბრება. მას ბრალდება ძიმე დანაშაულში, ამათ უმათის გახდათ თანამდებობის პირი, ამიტომ ალბათ მართებულად იმშელა სასამართლო და ძალიან სწორი იყო ის მდგომა მოსამართლეს, რომელმაც ჩაწერა, რომ ის მართლაც თანამდებობის პირი იყო, მას შეეძლო თავისუფლებაში ყოფნის დროს შეცვლა მოეხდინა მოწმეებს. მადლობას გადაგიხდით ბატონ მელდონ გადაცემაშნურობისთვის. ჩვენი გადაცემა არის იურისტის საათი და იმედია სხვა დროსაც ვითანამშრომლობთ. აუცილებლად იმისთვის რომ შესაბამისი ცვლილებების კანონმდებლობაში მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია. წარმატებებს გისურვებთ, გმადლობთ.